მეგობრებო, თქვენ მერსაბა და არ გავჩირასონ სამი და დღეს მეგობრებო, ჩვენ ძილს შეგვიძლია ისე მივიდეთ ჩვენ ტრადიციულად უკვე ჩვენს ფერმერობის სამუშაოზე. იმიტომ მეგობრებო, მოითავიღოთ თოხი, მაგრამ რასაკვირველია, სანამ მე თოხს ავიღებდი, ვიღებ ქურტუქს და ვიცმო ჩვენზე ვინაიდან მეგობრებო ძალიან კი ახლა უფრო კარგი ამინდებია მეგობრებო თან ჩემს ქალაქშიც რეალურ ძალიან და კარგი ამინდია მაგრამ აქ მაინც ჯერ კიდევ 2 გრადუსები რაღაცეები არის მაგიტომ უფრო კარგია ქურთუკი ჯერჯერობით ვივლი მაგიტომ ავიღოთ მეგობრებო ყველაფერი რაც კი გვჭირდება და წავიდეთ ჩვენ სამუშაოზე პრინციპში მეგობრებო ძალიან ბევრი რამ გაიზარდა და ისე რომ გითხრათ უკვე რაღაც შემოვიდა დეფიციტი სტაფილოსი. ხოგას მეორე გეუბნებოდით რომ ძალიან ცოტა რაღაც ძალიან დიდი დეფიციტი გახდა ხორბლის თესლების. მაგრამ შეხედეთ მეგობრებო, აქ ანუ მთლიანად ახლა რაღაც 2026 წლის დაწყებიდანვე კარგად შემოვიდა ეს ხორბლის თესლი და ის სტაფილო მეგობრებო რაღაც ძალიანაც და შემცირდა. მე ადრე ვამბობდი პრინციპში რომ რაღაც სტაფილო უკვე რაღაც მოგბეს და მე და შეწენიკებს ვინაიდან ძალიან ბევრი სტაფილო იზრდება, მაგრამ ახლა რაღაც სტაფილო შემცირდა. პრინციპში ჩემი აით ეს ჯერჯერობითი არასაკვირველია კიდე გამოჩნდება სტაფილოს სეზონი, შესაძლებელია იმის გამო რომ იანვარია სიცივეა. ჯერჯერობით კარგად ასე ვთქვათ ვერ იზრდება ეს ჩვენი სტაფილო, მაგიტომ ჯერჯერობით გავზარდოთ ასე ვთქვათ, რაც იზრდება. მაგიტომ შესაძლებელია პრინციპში მე ტყუილ ავიღე სტაფილო, მაგრამ ნახავ თუ იქნება სადმე სტაფილო აუცილებლად ჩავსვამ. დაკ, აი მეგობრებო, შეხედეთ, მე თქვენ გელაპარაკებით და უკვე მორჩი უკვე იმ ორ ფერმას და მეგობრებო, ვიღაცამ წერილი გამომიგზავნა. რაღაც უცხო ნომერია. და I will kill you. Okay. მეგობრებო, ვიღაცამ დამიწერა I will kill you. მეგობრებო, თქვენ ესე იცით რას ნიშნავს ეს ინგლისურად? ინგლისურად ეს ნიშნავს მე უნდა მოგკლა შენ. დაკ. არ ვიცი მეგობრებო, შესაძლებელია ვიღაცა მეხუმრება და შეწენიკებს ხო დღეს არ აი შეხედეთ მეგობრებო, აი უბრალოდ აი ვუთხარი შეწენიკებსო ერთი დღით იმუშაონ ჩემს მეგობრებო, შეხედეთ აქ რა ხდება აი წარმოიდგინეთ შეხედეთ ერთ ფერმაზე კარტოფილი სტაფილო აქ კიდე კაი ერთიც არის სტაფილო აქ მეგობრებო საერთოდ შეხედეთ ნახევარი ფერმა ნორმალურად ვერ გაზარდეს ნუ რა ხდება აქ შეწენიკებო ნუ აღასე ეს აღარ მე მხოლოდ მეგობრებო მგონი დავაბარებ ფერმერ შეწენიკს და ჩანდაბა მეგობრებო ისე ვიღაცამ რაღაც დამიწერა რა I'm happy I'm fine და ჩანდაბა მეგობრებო ვიღაცა ინგლისურად რაღაცებს მიწერს I'm happy I'm fine ვიყავი I'm happy I'm fine მეგობრებო საერთოდ ისეო გითხრათ გონი საერთოდ იცით ძალიან ცუდად იცის ინგლისური როგორც მივაქ ძალიან ბევრი გრამატიკულ შეცდომას უშვებს როგორც მივ will და kill დაწერა ერთი ელით და ეს ორივე სიტყვა იწერება ორი ელით, მაგრამ ეს წერილი I will kill you და I am happy I am fine მეგობრებო რაღაც ძალიან მომწონს. I am happy I am fine ესე ის ანუ მე ვარ ბედნიერი, მე ვარ ხალისიანი. და კაი მეგობრებო, მოით არ მივაქციოთ ვიღაცა ხუმრობს, მგონი უნდა გააჩინოს თავი რომ ვითომ კარგად იცის ინგლისური და სიამდვილეში იმდენ გრამატიკულ შეცდომას უშვებს რომ საშინელებაა. კაი მეგობრებო, მოით არ მივაქციოთ მე ისაც ჩემი так, жиценiko. Кто გადი ჩემი ფერმი და რას ვამ საერთოდ? აჰა, მეგობრებო, კარტოფილი მეგობრებო, აი აქ მეგობრებო პრინციპში, და კარტოფილი. აქ მეგობრებო ჩავდა პრინციპში სტაფილო. ერთი ფერმაინც სტაფილოსი იყოს და დანარჩენი იყოს ხორბლის. აი აქ მეგობრებო მაგალითად კარტოფილის მაგიოთ შემიძლია გავაკეთო. так ჟიცენიკო გთხოვ, ნუ მიშლი. მეგობრებო, პრინციპში ეს ფერმას მე მოვჩი და შემიძლია წავიდე ახლა სახლში.
так აქ ჩამოვკიდოთ თოხი და შემდეგ так დამპალი კარტოფილი არ ვიცი საიდან ჩემს ფერმაზე წესით და რიგით არ უნდა იყოს დამპალი კარტოფილი ну პრინციპში მეგობრებო იყოს так ოკეი მაგრამ მართლა ეს დამპალი კარტოფილი უნდა გადავაგდო так და რა მეგობრებო ვიღაცა მირეკოს ტელეფონზე და აი ეს რაღაცა ძალიან არ მომწონს ისევ ეს ნომერი მეგობრებო ვინც ამიწერა I will kill you და ასეთი რაღაცეები так алло უკაცრავად და იცით რა მე თქვენი ხუმრობების კი მესმის მაგრამ არ მესმის ერთი რამ თქვენ ხო იცით რომ მე ახლა შემიძლია ადვილად დავერეკო პოლიციაში და ვაჩვენო ეს რაღაც თქვენს მიერ რაღაც გამოგზავნილი წერილები მაგიტომ უფრო კარგია რომ შემეშვათ საბა წადი და ნახე შენი მეზობლის სახლი რაც ნიშნავს ჩემი მეზობლის სახლი ალო так მეგობრებო გამითიშეს და რაც ნიშნავს ჩემი მეზობლის სახლი так მეგობრებო რაღაც ეს არ მომწონს ჩემი მეზობელი ну მეგობრებო წინა ვიდეო ხო უყურეთ ანუ წინა ვიდეო მგონი მაგას ქვია სად გადასახდა ჩემი მეზობელი მინიკრაფტში აუცილებლად ნახეთ ძალიან საინტერესო ვიდეო გამოვიდა მაგრამ ჩემი მეზობელი აი იქ მარჯვენა მთისაკენ ცხოვრობს. ну ვინც უყურა წინა ვიდეო მას ესმის ასეც ვლაპარაკობ და ახლა ვიღაცამ დამირეკა ამ ნომრი და მითხრაო შემოწმეო შენი სახლი შენი მეზობლის სახლიო так მეგობრებო რაღაც ძალიან არ მომწონს ესა მოით პროგრამია მართლა შევამოწმოთ ერთ კი ხვდები რა შეიძლება იყოს ამ სახლში так скай ვიღაცა ხომ არ არის საერთოდ იმიტომ არა ჩემი მეზობელი იქა კაი უკაცრავად ვინმე არის ამ სახლში რაღაც დებილური კითხვა მართლა так მოით გავაღოთ так მიდი და ოპა გავახედა ღმერთო ჩემო რა ხდება აქ სიცხლე არ არის ჯანდაბა მეგობრებო так შენ გვარაფერი მეგობრებო ჯანდაბა რა ხდება აქ так stop რაღაც ვერაფერი ვერ გავიგე ჯერ ეს მეგობრო რაღაც ამ დღეს რაღაც ძალიან ბევრი რამ ხდება ღმერთო ჩემო так stop ეს შეცენკება არ უნდა დაინახონ მოიდი მეგობრებო ჩავკეტოთ კარები უფრო კარგია ჯანდაბა სისხლია თუ რა არის მეგობრებო მოით უფრო არა ეს ნამდვილი სისხლია ეს არავითარი საღებავი არ არის თან უთიც გასისხლიანებული მეგობრებო რა ხდება ეს აი დიდი მადლობა ყველას ამ სოფლიოში რომ ჩემი მეზობელი კიდე იქ ცხოვრობს და არა აქ так что მეგობრებო ამ სახლში ვიღაცა მოკლეს თუ რატო არის აქ ამდენი სისხლი ჯანდაბა ფუ მე კიდე აქ ვივლი ფუ საწოლის კიდე სისხლიანია ეს მეზობელმა რო გაიგოს უბრალოდ გაგიჟდება და ხსოვ კიდე რაღაც ყუთი და გაგიჟება მეგობრებო ალმასები და ეს ნამდვილი ალმასია კი მეგობრებო ისა так что მეგობრებო იარაღი და ხუთი ვაშლი მეგობრებო ეს საერთოდ არ მომწონს так არ ვიცი ამ სახლს რა უქნა ამ სახლს რაღაც უნდა უქნა так მიდი მე ხო ჩავკეთე ეს კარები დროს так და ეგრევე ჩასეკეტი всё აქ შეწენიკება არ უნდა შევიდნენ ამ სახლში так არ უნდა გაიგონ ჯანდაბა არა აქ მართლა უკვე პოლიცია არის გასახები გამოსახები так მეგობრებო რაღაც ვერაფერს ვერ ვიგებ რა ხდება საერთოდ და ჩემი სახლი სისხლია ფუ ჯანდაბა так მეგობრებო არა რაღაც უნდა უქნა так მეგობრებო ეს რაღაც მეგობრებო მთლიანი სისხლი მიდის ამ სარდაფში так მეგობრებო არა მე უფრო კარგი ახლა იცით რას ვიზამ ამ ყველაფერს ჩავდებ და არის პოლიცია ხომ არ გამოვიძახო თუ ჯერ ვნახე ამ სარდაფში რა არის განლაგებული პოლიცია თუ სარდაფი პოლიცია არა მეგობრებო მართლა ეხლა პოლიციას სანამ გამოვიძახებ შესაძლებელია მაქედან ვიღაცა ამოვიდეს так stop კაი კიდე ერთხელ კაი მოით უფრო კარგია ჯერ ნახოთ так მეგობრებო ხმლის გარეშე არცად არ გავალ ხმლის გარეშე უფრო კარგი ავიღებ ხმალს და ფუ ეს სისხლის კიდე ფრთხილად მეგობრებო სისხლი აქ მოდის კიდე უკნიდან არავინ არ მოვიდეს так და რაღაც რკინის კარი
Так, მეგობრებო, გავაღო თუ არა, რაღაც უკვე ძალიან მეშინია. სიმართლე გითხრათ, მართლა მეშინია. Так, 3, 2, 1 და Так, მეგობრებო, რა წერია აქა? I am good. I will kill you. Так, stop, მეგობრებო, აი რაზეც გეუბნებით, ეგ გრამატიკული შეცდომა აქ will. მეგობრებო, ვიღაც ინგლისელია თუ ვერ ვიგებ, მაგრამ არა, I am villager. ვერ გავიგე. მეგობრებო, villager. მეგობრებო, თქვენ საერთოდ იცით რა ნიშნავს villager? Villager says ინგლისურად შეწენიკი. არა, მეგობრებო, წავალაკეთ არა! ჰა. ძლიერს არ გიპოვე საბა. ანუ მოდი აქა. არა! იცი რა საბა? მე ჯერ მეგონა რომ ეგრევე მოკლავდი, მაგრამ მე ახლა ვიცი რომ რა ძლიერი მოთამაშე ხარ. და მეთქი რომ შენ კიდე გამომადგები, მაგრამ შენ აქ იჯდები ერთი დღე საჭვლისა და სასვლის გარეშე. ახლა კი კარგად იყავი, მე ახლა წავალ ჩემს საქმეებზე. ჯანდაბა მეგობრებო, ძალიან ცუდ დღეში ვარ ახლა. არ ვიცი რაც ვკიქნა, თანამ ქურდია თუ არ ვიცი ვინა, მოგეთ მეგობრებო, თუ ამ შეიტანიკვა თქვენ დაგირეკათ ასეთ ნომერზე, არასდროს არ უპასუხოთ ამ ნომერს. ეს ვიღაც არანორმალური შეიტანიკია, ახლა კი მეგობრებო, უნდა რაღაცნაირად უნდა ვეცოდე და როგორც დებილმა, უბრალოდ არა ვიღეთ ან ჩემთან ერთად კირა. Так, მეგობრებო, დიდი მადლობა ვინც იყურა ამ ვიდეოს ბოლომდე. მე კი ახლა არ ვიცი რაღაცნაირად უნდა გამოვიდე ახლა ამ სარდაფიდან და არ ვიცი ამ ქურდს რაღაცნაირად რამე უნდა ვუქნა. მე კი მეგობრებო, ახლა გემშვიდობით, ნახვამდის.